უსაზღვროდ მადლიერი ვარ იმისთვის, რომ ცოტა უბრალოდ კი არ მივიღე, არ სურდებული ჩადი მაგცობის გადმოცემაში. ეგაა თავარი, რომ თითოეულ ლექციაზე იგრძნობა ის, რომ შენ გინდა რომ ეს ჩვენ პრაქტიკაში დავნერგოთ ისე კი არა, რომ აი ტექნიკური ანალიზი გაგვიგება ვიცით და ასე შემდეგ. არა, აი კაცი დისციპლინით რომ დავიცვათ და ის გზა გავიაროთ, წარმატების ის გზა, ის სარგებლობის ის გზა, რაც თავად გამოგივლია და მანამდე დაკვირვებები გადაგილახია. სწავლებაში ამას ვანიჭებ ძალიან დიდ პრივილეგიას მე პირადად რა და ამის გამო ძალიან დიდი პატრიოტიზმია ჩემგან. რაც შეეხება ზოგადად კურსთან დაკავშირებით, ხო, ჩემით გარდა ათასობით ადამიანია და ბევრი იქნება კიდე ამ ქვეყანაში, ვისაც შეიძლება ინტერესი აქვს და ტექნიკური ცოდნა საერთოდ ამ სფეროს მიმართ არა. ან შეიძლება დღეს ინტერესი არ აქვს, მაგრამ აუცილებლად გაუჩნდება, იმიტომ რომ სოფლის სამყარო მაკეთ მიდის. იმიტომ რომ კრიპტო არ არის მომავალი, კრიპტო არ მოვა უკვე. და აქ ის თქვა მინდა იცი რომ მაგრად გამიმართლა. და რაში გამიმართლა? ვიღაცას რო ეთქვა ჩემთვის რომ აი ოთო ვიცი მამუკაშვილი მაგარი პრენდებია და ან მაგარი ცოდნა აქვს და კარგი გადმოცემის უნარიც ესეც კაი გამართლება იქნებოდა იმიტომ რომ მე ვიღაცა მირჩიება რა წარმოიდგინე არავის არ მიტყვია ჩემთვის დამოუკიდებლად დავიწყე რაღაცა შემთხვევით აღმოჩნდი უამრავ ჯგუფში და საბოლოოდ სამთვიანი დაკვირვების მერე ყველაფერი აი კაც რო ხედავდი რომ აი საერთოდ არავინ არ გთხოვდა რომ ადამიანებისთვის გერჩია რომ აი რაღაცაზე თავი შეეკავათ, დისციპლინა დაეცვათ, რისკები ზედმეტად არ გაიღოთ, ამ ყველაფერზე დაფიქრებულიყვნენ, გადავწყვიტეთ ამ შედეგებზე, რომ გამოვყოლოთ. აი ამაში გამიმართლა ყველაზე მეტად, რომ აღმოჩნდა საბოლოოდ ისეთ ტრენერთან, რომ აი თანამედროვე შემიძლია თქვა, მე პროცესის ძიებაში ვისთან დავიმოვა ეს ცოდნა, ბევრ ადამიანთან იმავსკენ კი არ გავისაუბრე, გადავხედე, მაგოფილი ადამიანები მოვიკითხე და ასე შემდეგ. შენ რაღაც იზრაო და დაწუნებული ვარ, რომ ბოლომდე სწორედ გადაწყვეტილება მივიღე მაგას. გაგიმარჯოს შეგიძლია, აი გაგიძლია და ძალიან დიდი მადლობა ამ საქმეში ჯერჯერობით საქართველოს ხარ საუკეთესო. დიდი იმედი მაქვს, რომ უფრო და უფრო მეც მიაღწევ კიდე და არ განცდები ამ ეტაპს. გაიხარე, ოქ, გაიხარე. კაი შეფასება იყო, გაიხარე. საკუთარ თავად მე მომისმენთ. ნუ მოკლედ, მე იმას ვიტყვი, რომ მეც გქონდა ძალიან ბევრი ცდილობები იმისი, რომ კრიპტო ძალიან დიდი ხნის წინაც რა, ანუ ზოგადად 25 წლის ვარ ჯერ, მაგრამ აი 2 წლის წინაც ქონდა კრიპტოსთან შეხება და რამე რა, მაგრამ ეხლა ამ პერიოდში უფრო ძალიან დავინტერესდი რა და ანუ შემთხვევით Facebook-ზე რაღაცა კრიპტოლოგის ჩატი რომ ნახე, მე შემოვედი Telegram-ზეც მოკლედ და რაღაც უფასო ფიჩერების ისენიც რო იყო სიგნალები და რაღაცა მაგიდან გამომდინარე დავინტერესდი ამ თემით რა და ანუ ჩემითაც გავაკეთე ბევრი რამე, ბევრი რაღაცა წავაგე, მაგრამ აი ამ კურსიდან ოთო მართლა აი პირველი გაკვეთილი და იმედენად კარგი იყო პირველი გაკვეთილი ჩემთან შტაბეჭილებები, რომ ანუ რავი რა მეთქივსო, რაღაცა უაზრობა მიკეთებია ამდენი ხნის განმავლობაში რა და ყოველი ლექცია და ყოველი ერთი სტეპი და ანუ ყოველი ლექცია იყო ჩემთვის ძალიან დიდი რაღაცის მომცემი რა, ანუ ძალიან დიდ გამოცდილებას ვიღებდი მაგით რა. მართალია ჩემი თემიდან გამომდინარე ყოველთვის ანუ ისე ვერ ვიყავი ჩართული, მაგრამ რავი, აი ძალიან დიდი გამოცდილება მაქვს მიღებული ეხლა მაგალითად ჯერ ერთი რომ კაპიტალის მართვაში რამდენი უნდა გავრისკო, რამდენი არ უნდა გავრისკო და ასე შემდეგ რა. ძალიან კარგი გადმოცემის უნარი გაქვს, აი ძალიან კარგი და აი მართლა ძალიან კარგად გაქვს დაორგანიზებული ყველაფერი რა, ანუ ლექციების თანმიმდევრობა, ის შენი სლაიდები და ძალიან ანუ მართლა მიხარია რომ ანუ შეიძლება ჩვენ შორის ასაკთა სხვადასხვაობაა, მაგრამ აი შენ საქმეში ძალიან დიდი გამოცდილება გაქვს შენ ასაკში რა და ძალიან მაგარია და ძალიან ბევრი რესპექტი ჩემგან წავა და ანუ მე პირადად ძალიან დიდ რეკომენდაციას გაგიწევ ჩემ თანამშრომლთან ყველგან, იმიტომ რომ მე ძალიან ყოფილი ვარ და ძალიან დიდი მადლობელი ვარ. მოკლედ ძალიან დიდი მადლობა. კარგი, მე გავაგზავნებ ახლა. თავიდან იმით დავიწყებ, რომ შემთხვევით არაფერი არ ხდება რა. ძალიან ისე ბევრჯერ შევედი ამ Facebook-ზე, რამდენჯერ პოსტები ხდებოდა, მე აღმოჩნდი Telegram ჯგუფში და ამ კურსებსაც ძალიან ბევრჯერ უყურებდი, რომ მეთქი რა იქნა დავიწყო და ნუ დიდხანს აღარც გამიწელია. თავიდანვე რომ გითხარი, ნულიცოდ შემოვედი.
არც რაღაცა დიდად დამიხარჯავს ამ საქმეში და უშუალოდ რომ ჩემით მეცადოს რაღაცა ძალიან ბევრი, ძალიან ცოტა უმნიშვნელო თანხებზე იყო საუბარი და თავიდანვეც კარგი ვქენი და რჩევაც ეგ იქნება შემდგომ დამწყებებისთვისაც, რომ თავიდანვე სწავლით დაიწყონ, იმიტომ რომ თუ თავი თვითონ რაღაცებს ეცდებიან, რომ ეს ეკნან, ის ეკნან, არ გამოვა, იმიტომ რომ ჯობს რომ ჯერ ცოდნა აიღო და მე შენთვის წადო ყველაფერი და ასე გაყვე. კურსის სილაბუსს რაც შეეხება, ძალიან ორიგინალურად და კარგად აქვს დალაგებული, თავიდანვე მიყვება ყველაფერს, საბაზისო ცოდნას გვაძლევს და ბოლოსაც უკვე იმის საშუალებას გაძლევს, რომ შენთვის ინდივიდუალურად გააკეთო ეს ანალიზები. რაც შეეხება შენ დამოკიდებულებას, კიდევ ძალიან კარგი იყო ჩვენი მართაც საერთოდ არ გზარდებოდი არანაირ კითხვაზე, ასე იქნებოდა თუ ისე საბაზისო, შეგიძლია რომ 100-ჯერ და 1000-ჯერ რო შეგეკითხება ერთ და იგივე აუხსნა ადამიანს და ეგეც ძალიან მნიშვნელოვანია, როცა ესეთ კურსს აკეთებ, იმიტომ რომ ზოგი არის პიროვნება, რომ შეიძლება ეკითხო და ნუ აი არ შემჭამა ამ კითხვით და ესე რო არ უდგები ამ საქმეს, ეს ძალიან მნიშვნელოვანია და შესაბამისად გარემოც იქნება სასიამოვნო. მადლობა მოკლედ ყველაფრისთვის, ძალიან კარგი იყო, ძალიან საერთოდ სხვანაირად შევხედე ყველაფერს, ჩარტებსაც, თვითონ თემასაც, კრიპტოსაც, ბევრი რაღაც დავამუღამე და ძალიან მიხარია, რომ ავიჩი ეს კურსი და გაიხარე და იბედნიერე რა. ერთადერთი კიდე რაც ყველაზე მთავარია, რომ ჩვენი ურთიერთობა გრძელდება და აგერ ორი ახალი მეგობარი, მათ შორის შენც და ეს კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ამ კურსიდან გამომდინარე. ძალიან დიდი мотиваციაა ჩემთვის ეს ყველაფერი და აი დარწმუნებული ვარ რომ მიაღწევთ შედეგებს რა და აი და ყველაზე მაგალითები ხარ ოდო ვაფშე ამ თემაში ვიწყი გამეცია ჯერჯერობით. დაიხარია. მაგრამ კარგად ერთმანეთი და მე ყოველთვის როცა დრო მექნება, როცა შესაძლებლობა მექნება, ყოველთვის გიპასუხებ კითხვებზე, დაგეხმარებით, ყველაზე მეტად მე მინდა რომ თქვენს წარმატებას მიაღწიოთ და თქვა საბოლოოდ რომ აი გამოიღო შედეგი ამ ყველაფერმა რა. ამ თქვენ სამოტივაციო სიტყვებს კიდევ გამოვიყენებ თქვენს დასამოტივირებლად ასე ვთქვათ, იმიტომ რომ ბევრი არის ესეთი ადამიანი, ვისაც სწავლა უნდა და ზოგს საერთოდ ჩემში ეპარება ეჭვი და გონიათ რომ რაღაცა როგორც ბევრი უაზრო კურსია, ისე გავაკეთებ და ისე მივდგები. ზოგმა თავის ეპარება ეჭვი გონიათ რომ ვერ გებულობენ და ვერ გაიგებენ რა უნდა ისწავლოს და ბევრი ადამიანი არის და ამას ზუსტად მაგისთვის გამოვიყენებ რომ мотиваცია მისცათ თქვენი მე ერთ რაღაცას დავამატებ კიდე რა, ის სხვათა შორის ეს ძალიან მნიშვნელოვანია რომ აიღნიშნოს რა, რომ ნახე თავიდანაც ხო გქონდა ჩვენ კონტაქტი და წერმოწერით და რეალურად ეხა ადამიანი საერთოდ რო არ გინახავს, არც დაგიქოლია არაფერი და ეხა პირდაპირ ესე რო ენდო ძალიან რთულია და ეგეც ძალიან მნიშვნელოვანია რომ მაგ აურასაც ხნი, არა მარტო ჯგუფში, არამედ ისედაც რომ ეხა ხო ხტები რასაც გეუბნები რა პირდაპირ ადამიანი არ გინახავს და აჰა მოდი გირიცხავ მე შენ თანხას და საერთოდ არაფერი ხო და ეგეც ძალიან მნიშვნელოვანია ეგ დობის საკითხი და ძალიან მარტივად იქნება ამიტომ და ეგეც დასაფასებელია. ყოველთვის ვცდილობ რომ ადამიანს კონდეს დიდი ნდობა ჩემს მიმართ და კომუნიტში რა აი ძალიან ისე მენდობა კომუნიტის უმეტესობა. მე წერანაც რო გითხარით აი თუნდაც ბოროტულად რომ გამომეყენებინა მეთქის რეფერალები და რაღაცეები ძალიან ბევრი ფული შემეძლო რომ ეკეთებინა, მაგრამ არ ხის მაგ ყველაფერს რა. მენდობა ეს ხალხი და ვცდილობ რომ გავამართლო ნდობა და თქვენს რომ მენდეთ თავიდან და მენდეთ იმაში რომ გამოვყოლოთ კურსზე, ვეცადე მაქსიმალურად ჩემს შეძლებს. ალალად ვიტყვი, მე რომ 20-დან შემევედი იქ ჯგუფში და გავწერიანდი ჯგუფში, უიხო მართლა იქ გადასახდელი მაქვს ხა გამახსენდა და მაგას სხვაგან მომიწყავ. ის არის რა ქვია, ძალიან ცუდად დაემთხვა ჩემი ჯგუფში გაწევრიანებას. ზედიზედ იცი რამდენი სიგნალი დავაგეთ? აი ვერ წარმეიდგენ და ამას არ გაუტეხი მაქვს ბიჭო. ანუ პირველ რიგში მე როგორ დავივალოთ ვიცი? ანუ ზოგადად ტრენინგების მიმართულება გინდა, სწავლება გინდა, აუდიტორიის წინაშე წარდგომა გინდა, რაღაცა ეგეთები მოვლილი მაქვს ბევრ სექტორში და ყველგან და ზოგადად ბევრი მაქვს თავზე სხვა სფეროში ნამუშევარი. აი კიდე კაი ეგ გამომადგა რა, მსგავსი ტიპის პრაქტიკა ცოდნა და რაღაცა დაკვალებები, წარმატებლობა ისა რომ არ გავტყდი რა მაგ ნაწილში თორე ბევრი ალბათ და შენს გაქვს მგონი შენ თვითონ თქვი რომ წარმომიდგენი ხა ვიწული დღის შემოსულია ჯგუფში რაღაც ზიარი ეს სიგნალებია ვიფიქრებდა და რაღაცა იმდენად ლოგიკური რაღაცაები ხდებოდა ხო გახსოვს? კი. ერთი წამი რა მიფიქრია მე რომ მე რა მოხდა. აი ეგ იყო ჩემი ისკი. ეგრეა რა, ტრეინინგში სამე ვარ გაანალიზეთ რომ ყოველ ტრეინინგს რასაც იმის წაგებისთვის მიგცა. ნუ ამას ეხლა მე ბოლომდე მაინც რო დამჭირდება რომ გაჟდა ეს ჩემში, მაგრამ რეალობა ეგ არა აღიარებ რა. ერთი მაგ წაგებისთვის უნდა იყოს და მე წაგებდა მოგება კიდეც მაგაცები არიან, მაგაც მაგაცები არიან.
კი, მან თავარი არის ის კაჩი ვასწავლე, იქ დავიწყოთ ეგ წესები, ხო? კი, თავარი მან ის არის, რომ შენ გადაწყვიტე, რომ ეგ წაგებები გამოგეყენებინა გამოცდილებისთვის და მეტი მოტივაციით შედგომოდი ამ საქმის სწავლას და ვიღაცა ხელი ჩაიქინა და თქვა, რომ საქმე არ გაუნდოა და წავიდა და ის ვიღაცა ახლა წავიდა, სხვა რამეს აკეთებს და რა ვიცი, 9-დან 6-მდე ეს ხელფასი იქნება, შენი მოტივაცია ის იქნება, რომ აკეთო შემოსავალი ტრეიდინგის საშუალებით.